ლევან ჩიტაური 18 წლის, სტუდენტი, გამოცდილება 8 წელი. ლევან, შენ ზოგადად მოტომოყვარული ხარ, მაგრამ აი როგორც აღმოჩნდა, კვადროციკლები ძალიან გიყვარს. პირველად როდის გაიკატავე, ასე ვთქვათ, კვადროციკლი, როდის მიხვდი, რომ აი ძალიან მაგარი, ესე ვთქვათ, გასართობის საშუალება. 6 წლიდან ასე ვთქვათ, ორბორბლიან ტრანსპორტზე ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს გამიზიდა ოფროადმა, თაში სიარულმა და შევიძინე ეს კვადროციკლი. სწრაფი არ არის კვადროციკლი, ეს არის, ანუ თაში სასიარულოდ და არა სისწრაფისთვის. კაიოკი, ძრავი 300 კუბური სანტიმეტრი, სიმძლავრე 33 ცხენის ზალა, წონა 200 კილოგრამი, მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ. ჩინური წარმოების კვადროციკლია, მაგრამ ძალიან კარგად გამომადგა რა ყოველ შემთხვევაში. რა ჩინური ტელეფონებით არ გამოვიდა რა. მოდი ახლა აგვიხსენი თვითონ კვადროციკლებში როგორ ხდება დაქოქვა, მე სიტყვაზე სიჩქარეები როგორ არის, გაზი როგორ არის, განაგვისარა ადგილას არის. ანუ ამის სიჩქარეების გადართვა ჯერ პირველ რიგში ვაღებ ზაჟიგანიას, სამოქს, ასე ვთქვათ, ჯარგონს გამოვიყენებ. ანუ ეს არის დაქოქვის პნოპკა აგერ. და ხელზე გახლავთ გაზი რა. ანუ ეს მოტოსავით ესი არა? არა. ამ მოდელს ესი აქვს, აი სიჩქარეებს თავს აქედან მექანიკურ კოლოფზე, ანუ როგორც მოტოციკლეთს თითქმის იგივე ტიპია. ცეპლენია გახლავთ ეს ხელზე. დაბლა აქვს პირველი სიჩქარე, დანარჩენი მოდელს მაღლა. პირველის მაღლა აქვს უპუსლა. ჩამიქრა. რა მაგარია! მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება. ნუ თავიდან ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ ვთქვათ, უცხო მექანიზმია ჩემთვის, მაგრამ მე ერთი რაღაცა გადავწყვიტე, მე აუცილებლად შევაგროვო ფული და ვიყიდრო კვადროციკლი. რატო აიხა რატო ჩაქრა? ძრავი გახლავთ აქ. ეს არის 4 ტაქტიანი სისტემა. ანუ როგორც ავტომობილებში გვხდება, გაგრილება აქ წყალზე, ანუ რადიატორით გრილდება, როგორც ჩვეულებრივი მანქანა. კაი, რამდენ საწვავს ეს კვადროციკლი? ეს კვადროციკლი 100 კილომეტრზე დაახლოებით მოიხმარს 4 ლიტრა ბენზინს. 4 ლიტრა. ყოველ 1000 კილომეტრზე ვასხავ სინთეტიკურ მოტოზეც სპეციალურს. საბურავები როგორ ხდება? საბურავები რამდენად ხშირად და ამ მნიშვნელობა აქვს თუ არა როგორი საბურავი? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძირითადად ეს გამოდის რეზინის, ასე ვთქვათ. რომ მოჭიდება უფრო მეტი. მოჭიდება უნდა კონდეს მეტი თავისთავად. საბურავების შეცვლა დაახლოებით ყოველ სეზონზე გვიწევს. მე მინდა ეხლა თვითონ კვადროციკლის, ესე ვთქვათ, ტექნიკური მხარეზე ვისაუბროთ. 6 წლის ასაკიდან შეუძლია ბავშვს უკვე მართოს 50 კუბიდან დაწყებული. მაგრამ უკვე დასრულ ასაკში 50 კუბით ვეღარ დაიკმაყოფილებ მოთხოვნებს, რაც გჭირდება რა. დაახლოებით 250 კუბიდან ზევით უკვე ისეთი ძრავია, რომ გამოგადგება ყველგან სასიარულო. 300-ით ნორმალურია, ანუ არ დაგტოვებს გზაში არსად რა, ეგრე შეიძლება. ანუ არ დარჩება. 50 კუბის ზევით ყველა ტექნიკა სჭირდება მართვის მოწმობა რა. ამას სჭირდება მანქანის, ანუ 16 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია აიღოს პირველი კატეგორია და იაროს ქალაქში ჩვეულებრივ კვადროციკლი. დეკემბერში ვიყავით თიანეთში, თოვლი იყო ძალიან დიდი და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ საბურავების ხარჯზე და კვადროციკლის ხარჯზე უკვე კარგად ვიარეთ რა მაინც. თან აქ აქვს მე რამდენადაც ხედავ ეს რაც აუცილებელი ატრიბუტი. ეს არის ჯალამბრი. ეგრეთ წოდებული ლებიოტკას ეძახიან ყველა. დილად, რომელიც 1 ტონამდე აქვს ტვირთამწეობა რა. ანუ სიტყვაზე ჩვენ ჩაგვეფლო ეს ტალახში. კი. ეს რა რო აუხსნათ მარტივად, სიტყვაზე შეგვიძლია. ხო, ვანახოთ როგორ ხდება ეს. თუ რაღაცა ღრმა წყალში, უცბად მდინარეში გავიარეთ, თუ შეიძლება აქ რამე დაზიანდეს და დაზიანებით არაფერი არ ზიანდება, იმიტომ რომ მოტორი ისე არის შეფუთული და ისე არის. ანუ არ ემუქრება.
მაინტერესებს როგორი შეგრძნება, როცა რაღაცა დიდი მთა არის ან გორა, ან თუნდაც ზამთარში რაღაცა თოვლიანი ადგილი. თანდახან ისეთი შემთხვევაც ქონია, რომ ორ ბორბალზე დამდგარა კვადროციკლი და აი ყველაზე მაგარი შეგრძნება არის მაშინ რა. როდესაც დაბყოლებას ლახავ და რო ახვალ უკვე ხო? და რო გადახვალ. არა, მე წარმომიდგენია რომ მართლა მაგარი შეგრძნება იქნება.